ჩვენ 6 დედმამიშვილი ვართ, რადგან ბევრი ვართ საჩუქრებს არ გთხოვთ, რადგან მთავარი საჩუქარი ამ ახალ წელს იქნება გემრიელი, საჭმელი და ტკბილეული. დიდი სიხარულით ველოდებით ახალ წელს, რომ გემრიელი, საჭმელი და სუფრა გქონდეს. ჩვენთვისაც მოახდინეს ასწაული. სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან მძიმე წერილებს ვიღებთ ყოველწლიურად ბავშვების სურვილების სახით საახალწლოდ. ყოველი ბავშვის სურვილი იწყება საკვებით და იმ მინიმალური საჭიროებით, რითაც აბსოლუტურად ყველა ბავშვი უნდა იყოს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში აღჭურვილი და არ უნდა სჭირდებოდეს ბავშვს გამათმობლის, საახალწლო სურვილად დაწერა, საკვების და გემრიელი სუფრის. ჩემი ერთადერთი ოცნება ამ ახალ წელს არის გამათფობელი, რომ ამ ზამთარს მე, დედიკო და ჩემი ძამიკო არ გავიყინოთ. 6 წლის ძამიკო მყავს, თუ ფულით დაგრჩება, ბევრი კანფეტი უნდა. მე დიაბეტი მაქვს და კანფეტები არ მეჭმევა. დიეტურად უნდა ვჭამო. სანტა, თუ შეძლებთ, ჩემთანაც მოდი. მყავს 3 ძამიკო. ამ ახალ წელს ბებიას პენსია ვერ ესწრება და ვრჩებით ტკბილეულისა და ლიმონათების გარეშე. გთხოვ გვესტუმრო და მოგვიტანო რამე. გაგვიხარდება ყველაფერი. სათამაშოებს არ გთხოვ. უფრო ტკბილეული და საჭმელი გაგვიხარდება. ყველა წერილი აბსოლუტურად აღწერს იმ მძიმე მდგომარეობას ჩვენს ქვეყანაში, რასაც გადიან ბავშვები, მოხუცები და მრავალშვილიანები. 5 წელი შეუსრულდა ჩვენს ჯგუფი შენთან ვარ. ყოველ წელს სამწუხაროდ იზრდება მომართვიანობა, ყოველ წელს სამწუხაროდ იზრდება გაჭირვების დონე იმ სეგმენტში, სადაც ჩვენ ურთიერთობთ ოჯახებთან. ეს არ არის მხოლოდ თბილისი და თბილისის შემოგარენი, არის ყველა რეგიონი საქართველოს. ვართ სოციალურად აუცველები. დედამ ბევრი ოპერაცია გადაიტანა. ყოველ ოპერაციაზე სიკვდილს ებრძოდა. ბოლო ოპერაციამ ფიზიკურად გაანადგურა და დაშალა. გთხოვ, თუ შეძლებთ თბილი სპორტული ტანსაცმელები და ტკბილეული მომიტანო. ყავს დაიკო და 2 ძამიკო. არაფერს საჩუქარს არ გთხოვ. დედა მარტო გზდის და თუ შეგიძლია ბევრი კანფეტი და საჭმელი მოგვიტანო. იმდენად მძიმე აღსაქმელია, როცა გამათბობელი ან ტკბილეული ან უბრალოდ თბილი ქურთუკი გაქვს, იმდენად დიდ მადლიერებას გამოხატავენ, რომ ძალიან რთულია ამ ყველაფერს უყურო. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები უნდა ოცნებობდნენ სხვადასხვა სათამაშოებზე, სხვადასხვა ლამაზ ნივთებზე და ლამაზ ცხოვრებაზე. სწორედ ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში, რომ ბავშვების ოცნებები აი ამ მინიმუმამდე არის დაყვანილი. ჩემმა ძმამ 2 ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ მარტო დედა გვსდის. ქირით ვართ და დედამ რომ არ ინერვიულოს, აღარაფერს ვეუბნებით. ფეხზე არ მაქვს, ძალიან მინდა ბატინკები და კურტკა. ხელთათმანები, ხელები მეყინება ხოლმე. კიდევ იცი რა მინდა? ახალ წელს გემრიელი საჭმელები რო გქონდეს და დედა ბედნიერი იყოს. მე ფეხი 38 ზომა მაქვს. კურტკა არ ვიცი ზომა, ჩუქნიან ხოლმე. ისევ საშუალო ფენა და ის ადამიანები, ვისაც ოდესმე ცხოვრებაში გამოუცდია რა არის გაჭირვება, იმათ, ვისაც რეალურად ესმით, რამხელად სირთულეა ბავშვისთვის ამ ყველაფრის თხოვნა, ზუსტად ესეთი ადამიანები იღებენ. ზოგი ფინანსურად, ზოგი საკუთარი ნივთებით, ზოგი სახლში მომზადებული კერძებით და თავისი შვილებისთვის შეძენილი პროდუქტით მოდის, მოაქვს. ეს ყველაფერი გროვდება ჩვენ სივრცეში ან ჩემს სახლში და ესე ნამდვილად აი უბრალო ადამიანების ჩართულობით ხდება ეს მართლა გრანდიოზული სიკეთე, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ უკვე ბოლო 5 წელია.